გამარჯობათ. არც სტუდია ჩვენთან აგრძელებს ხელოვან ქალთა შემოქმედების წარმოჩენას. დღეს ტრადიციულად ამ გადაცემას წარუძღვება მხატვარი ეკა მუხაძე და მე კინორეჟისორ ლევან ანჯაფარიძე. დღეს გვაქვს საოცრად საინტერესო და ჩემთვის ძალიან საყვარელი ადამიანი მოწვეული. მრავალმხრივ ნიჭიერი ქალბატონი, პუბლიცისტი, წერალი, სცენარისტი, სხვადასხვა შესანიშნავი, პოეტი ფიქრია ყაზაიშვილი. ფიქრია გამარჯობა. მოგესალმებით, ლევან, ეკა, მადლობა მოწვევისთვის. ძალიან გამახარეთ. ხო, ეხლა რაშია საქმე? თავიდანვე მინდა ის ვთქვა, რომ ფიქრია იყო ჩემი სტუდენტი. დამთავრებული აქვს მას კინოსარეჟისორო ფაკულტეტი და აი მაშინვე ეთყობოდა, რომ იქნებოდა ძალიან ძლიერი სცენარისტი და ძალიან კარგი დრამატურგი. სამწუხაროდ კინო ჯერ ვერ გადავიღეთ, არა? წინ გვაქვს დრო. მაგრამ შენ გაქვს შესანიშნავი სცენარები, შესანიშნავი წიგნი გამოცემული, მე მგონი მეორე წიგნზე მუშაობ, მესამეზე მუშაობ. და მოდი აი დავიწყოთ მაყურებელს აინტერესებს რა საკეთებ დღეს შენ და რა საქმეა? ნახე, დღეს ვცდილობ რომ ის შენი ფრაზა პირველ კურსზე რაც თქვი მე-12 აუდიტორიაში გახსოვს თუ არა? აი გუწფელად თქვი. თქვენ შეიძლება ყველამ ვერ გადაიღოთ კინო, მაგრამ ვინც გადაიღებთ, გახსოვდეთ რომ კინო არის ესთეტიკის მაღალი ლეველი და შეინარჩუნეთ ესთეტიკა კინოში. ნუ გააბინძურებთ კინოს. არ გახსოვდა ხო გულწრფელად? კი, მაგრამ ესე არ მახსოვდა. ხო, მე ავიტაცე ეს, იმდენად რამდენადაც ეს მე ძალიან მომეცხო მაშინ. ავიტაცე და ვცდილობ რომ ვაკეთო საქმე, რომელიც არის ესთეტიური. ჯეისაც სტოიციზმის მიმდევარი გავხდი ამ ბოლო წლებში, მაგრამ ნახეთ, მე ვარ ლიტერატურულ-თეატრალური სტუდია თბილისის სამხატვრო ხელმძღვანელი, 1 წელია უკვე, სადაც ბავშვებს ვასწავლი, ჩემს მოსწავლეებს ვუყვები ლიტერატურაზე, მსოფლიო და ქართულ ლიტერატურაზე, მსოფლიო და ქართულ მწერლობაზე, ქართულ თეატრზე, მსოფლიო თეატრზე და ყველაფერს ვაერთიანებ ამ ერთი ხაზით, მთავარი ხაზით, ესთეტიკა. რომ მოვძებნოთ მთავარი ხაზი და ვიტრიალოთ ამის ირგვლივ, როგორც დედამიწა ატრიალებს თავისი ღერძის ირგვლივ, აი ესე იყოს ჩემი მოსწავლეებისთვის და ჩემთვის მთავარი ღერძი ესთეტიკა, რომელიც თავისთავად მოიაზრებს დიდ სიყვარულს, უფლისმიერ გონს, შუქს და ყველანაირ სიკეთეს დედამიწისეულს. ბრავო. ყოჩა, გენეწოლი და ეს შენ ჩამოაყალიბე ეს ნახე, თქვენ იცით რომ მე მქონდა ხოლმე ესე სურველებთან, დამკვეთებთან ესეთი ურთიერთობები, რომ წერდი სპექტაკლებს, მიუზიკლებს, ვის როგორიც უნდა და ეს იყო სკოლები, უნივერსიტეტები, საბავშვო ბაღები და შემდეგ როდესაც მივხვდი რომ ეს არ იყო, ეს იყო რაღაცა ჩემი ვერსიის მხოლოდ პატარა ნაწილი და მინდოდა გამختارიყავი ერთი მთლიანობა. ანუ ის ფიქრია, ვინც გავზარდე ჩემი თავი, გამზარდეთ თქვენ ყველამ, ვისთანაც შეხება მქონია. მინდოდა რომ აი ესეთი მთლიანი ფიქრია ყაზაიშვილის ვერსია მიმეწოდებინა მათთვის, ვისთვისაც ეს იქნებოდა საინტერესო. მე ჩემი მორწყვრის კურთხევით დღეს მაქვს უკვე შესაძლებლობა რომ და მადლობა მას ამისთვის 100,000 მოწამის სახელობის ტაძარში დიდი ღომში მდებარეობს. მე ჩემს მოსწავლეებს სრულად უსასყიდლოდ, ასე ვთქვათ, შემომთავაზა მამაომ, რომ მქონდეს ეს სტუდია და ჩემს მოსწავლეებში გავაღვიძო თეატრისადმი სიყვარული, ლიტერატურისადმი სიყვარული, ზიარებისადმი მზაობა და კარგი მართლმადიდებელი ქართველები გავზარდო. იმიტომ რომ ჩემთვის ეს არის მთავარი, რომ
ქართული მუხტი იდოს ყველა ჩემს შეხვედრაში ბავშვებთან. შენ ძალიან დიდი საქმე ფიქრია წამომიწყია. რა მინდა იცი კითხო ჩვენ საუბრობდით რომ მიუხედავად აი ამ ეხლა რაც ჩამოაყალიბე ამ კონცეფციის თეოლოგიით ახარ გატაცებული და ეს კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს ჩემი აზრით ანუ აი ამ შენ ნახეთ როგორი რაღაცა არა ვარ გატაცებული არის ერთი უცნაურობა ჩემ ცხოვრებაში რომ სრულიად ალოგიკურად ვარ გადარჩენილი როგორც ასეთი მატერიალურად ცოცხალი ვამბობ ხოლმე ხშირად რომ ფენიქსი ვარ თქო ლევანმა იცის ჩემი ხო აუცილებლად უნდა დაიწვას თავი ანუ ჩემ ცხოვრებაში მოხდა ესეთი არ სენტიმენტებისგან აბსოლუტურად შორს ვარ დამჯერეთ უბრალოდ რეალურად ფაქტის კონსტატაცია ჩათვალეთ არის ეს ნახეთ რომ აღსდგე ისეთ ვერსიად როგორიც გინდა აუცილებლად უნდა გარდაიცვალო აი უპირობოდ უნდა გარდაიცვალო და ხო არა ნუ ხო გარდასახვა ნახე მეტაფორა შეიძლება უსიკვდილოდ ფერიცვალება უსიკვდილოდ შეიძლება მაგრამ ნახე რომ აღსდგე უნდა გარდაიცვალო სიკვდილი უნდა გაიარო და მე ვამბობ რომ სიკვდილის ყველა ხაზი გავიარე ყველა შრე გავიარე მე სრულიად შეგნებულად დავიწვი ჩემი თავი რომ მე იმ ფერფლიდან მომეზილა ისეთი ჩემი თავი როგორიც მინდოდა. ხო და დღეს ვარ კომფორტში ამ მხრივ ამ ჩემი სულიერების ამ ეტაპზე და თეოლოგიით დაინტერესება ჩემი სწორედ ამან გამოიწვია, იმიტომ რომ მე ხშირად ვამბობ ხოლმე ლევან იმ ძალიან ცუდ ავბედით პერიოდში, როცა მე სრულიად მარტო დავრჩი ჩემ შვილთან ერთად დედა და მეუღლე ერთ წელში გარდამეცვალა ჩემთვის ამ ქვეყნისკენ შემომაბრუნებელი აღმოჩნდა სვეტიცხოვლის წინამძღვარი მამა ისააკი, რომელთანაც მე მიმიყვანეს ძალით, აბსოლუტურად ყველაფერზე გაბოროტებული და დიდი კითხვის ნიშნით და რომ მე თქვა ახსარება და ადამიანმა იმდენად დამინახა, რომ შეაჩერა ყველა პროცესი და სხვისთვის განკუთვნილი დროც დამითმო, ოღონდ აბა მამა სვეტიცხოვლის წინამძღვარმა მამა ისააკმა. ოღონდ რა გააკეთა მან ამ პერიოდში? აი ხო სრულიად ვინა ვარ მე არავინ, მაგრამ მან მე ჩამაბარა ახსარება. ხო. ეს იყო ძალიან დიდი გარდატეხა, ჩვენ ორივე ვტიროდით მახსოვს. მე იყო მეორე ჩემი სირთულე მამა როსტომ ლორთქიფანიძე, ლევან შენ ჩემზე უკეთ იცი ეს ადამიანი, უნიჭიერესი რეჟისორი, უნიჭიერესი მსახიობიც და ზოგადად ფენომენი სულ ჩხუბობდით, ოღონდ პატარა სამებაში იყო ხოლმე და აი სულ ჩხუბობდით ყველაფერზე, მაგრამ იყო კი მინდია ლორთქიფანიძის მამა, ეს იყო ჩემთვის მამა როსტომ ლორთქიფანიძე არის ჩემთვის დღემდე ადამიანი, რომელმაც ძალიან დიდი გავლენა იქონია ჩემს სულიერ თავისუფლებაზე, თუნდაც ღმერთთან მიმართებაში და აბსოლუტურად ყველა დოგმა და ჩარჩო, რომელიც მერე მოირგეს რელიგიებმა მომაშორა. ამაში ძალიან დიდი წვლილი აქვს მამა როსტომ ლორთქიფანიძის და მე ძალიან გამიმართლა, რომ დღეს ვარ მამა ლუკას უპატაშვილის სულიერი შვილი, ამრევლი კი, იმიტომ რომ ეს არის უგანათლებულესი მამაო და ამ ყველაფერმა, ამ სამმა, ასე ვთქვათ, რამაც შეკრა ეს წრედი, განაპირობა ის, რომ მე ვარ დაინტერესებული თეოლოგიით, მე შევისწავლე და ვიმყოფებოდი რამოდენიმეჯერ კრიშნაიდების ტაძარშიც, 50-იანელებთან, იეჰოვის მოწმეებთან, კათოლიკეებთან, მე მოვიარე თუ კი რაიმე შეიძლებოდა თბილისში გეპოვა მსგავსი და ზუსტად მივხვდი, რომ მართლმადიდებლობა არის არა ის, რაც გადმომეცა წინაპრებიდან, მართლმადიდებლობა არის ჩემი სულის შუქი. და აი ეს სულის შუქი გაფიქრებინებს იმას, რომ შენ რომც არ იყო დღეს მატერიალურად, აუცილებლად შენი სული უნდა კეთილსაწყის ემსახურებოდეს. აი თეოლოგიაც არის ამიტომ ჩემი დაინტერესების საგანი. იგივე როგორც აი თუ ინტერესდები თეოლოგიით, რატომღაც მოდის სურვილი, რომ დაინტერესდე ფილოსოფიის სხვადასხვა განხრებით. აი მაგალითად მე ამ წელში შევისწავლე პლურალიზმი, მონიზმი, დუალიზმი, სტოიციზმი და ეს ერთმანეთთან ისეა ყველაფერი გადახლართული, თავისი განშტოებებით, თავისი ძირითადი თეზისებით, რომ აბსოლუტურად ყველაფერი მიდის ქრისტემდე. ძალიან საინტერესო, აი ახლა გისმენდი შენ და თვითონ ამის მისი მწერლობაც თითქოს ერთი შეხედვით ძალიან მარტივად წერს, სხვადასხვა
მე მადლობა მინდა უთხრა, იმიტომ რომ რამოდენიმეჯერ როდესაც რაღაცა გააკეთა, მე გადმომიგზავნა და წამაკითხა და ნუ მოვიხიბლე. აი აშკარად ეხლა შენ იცი რომ მე არა ვარ ის კაცი რომ ვაკო, მithumetes ხელოვანს ტყუილად არ შევაგებ, იმიტომ რომ მისთვის არის ძალიან საზიანი ტყუილი ხება ხელოვანისათვის და შემოქმედისთვის და აი თითქოს ისე მარტივად იწერება შენს ნამუშევრებში, ყველა აი სიტყვა შენ არ გეშლება, არ გაკლია სიტყვა არაფერი და აი ამ საუბარშიდაც გეტყობა უბრალოდ აი როგორ ხო აი შენ ნამუშევრებში უფალია ხო სულ ხო აი ნუ რა თავარი ხაზი არის უფალი ხო აი ამ იმიტომ რომ ნუ ფაქტიურად ნახე აი როგორც შენ მეკხედავ მთლიანობაში და ვიცი რომ ხარ შესანიშნავი მხატვარი ეკა მუხაძე ზუსტად ასე ვიცი, ასე ხილულად, ოღონდ აი ყველანაირი ტრაფარეტული რაღაცა ფრაზების გარეშე მე ხილულად ძალიან ბევრჯერ დამხმარებია უფალი. არ ვამბობ მის უხილავ, თვალით უხილავ, ხილულად მას ჩემთვის გამოგზავნე ადამიანები და დღეს ეს გრძელდება. ჩემი სულიერი ზრდა გრძელდება და ჩემ თავთან ჰარმონიისთვის ისეთ რაღაცებს მიჩვენებს, გზებს, გზაჯვარედინებს, სადაც მაყენებს. ხო, აი არ შეიძლება, ნუ ერთადერთი რისიც მეშინია. მე არ დავრჩე სხეული, სადაც ვერ დაივანებს ღმერთი. ანუ არ დავპატარამდე იმდენად, რომ ვერ დავატიო უფალი ჩემში. მე მეშინი ამით. ჩემი თავის მეშინია ღმერთის გარეშე და შესაბამისად, რატო ვერ წერ შვილებზე? რატო არ გაკაცო შვილებზე დაწერილი და მე საერთოდ არ ვიცი რა დროს რას ვწერ. არ მახსოვს 57 წლის ვარ, მე მწოდნო და რა დავწერე, რაზე იწერება, ან მუზა რატო მომდის დაუშვათ ღამის 4 საათზე ან გამთენისას. შესაბამისად, ხო, ის რომ მე მომაწერენ, რომ აი როგორი ნიჭიერი ხარ, ან როგორი აბსოლუტურად არაფერ შუაში არ ვარ. აი ხა კი არ თავმდაბლობ, აბსოლუტურად არ არის წვეთი ჩემი დამსახურება, რომ მე რაღაცას დაუშვათ თუ ღირებულს ვქმნი. არ ვიცი, ეს ხალხმა უნდა შეაფასოს, მაგრამ არ მიმიღია ამაში მონაწილეობა, არ გავზრდილ ვარ, 8 წელში არ ყოფილ ვარ ამისთვის. ეს დაუშვა უფალმა ჩემზე აგაშენა ღმერთმა, იმიტომ რომ შენ ახლა რასაც ლაპარაკობ, ეს ჩემთვის არის აბსოლუტურად გასაგები, იმიტომ რომ თვითონ ჩემი აი შემოქმედებაში ტრიალის ყოფის დროსაც, ხო? მე არ ვიცი როდის რა გავაკეთე, რა დავწერე, შეიძლება არც ვიცოდე. და შემდგომ ღმერთის ხაზი გაკეთება. წერ და მე ვკითხულობ და ნახე არა ლევანში არის დააკვირდი მის ყველა ნამუშევარს შემოქმედებიდან ეხა მე ორმაგი სახე ნუ რა ვქნა ეხა ჩემთვის არის პირველი ფილმი ნუ რა გავაკეთო და მარტო ჩემთვის არ ეხა ჩემი შვილის ეხა მე ვაჟი მყავს 25 წლის ხო ჩემი ბიჭისთვის ჩემი გიორგისთვის ორმაგი სახე არის აი კაი ტიპობა არა აი ხა ამას რო კაცი გადაიღებს და ასეთი გენიალური არის თან ხო და აი ყველა ხო ეხა როდის მე ეს მაქვს ნანახის სკოლის მოსწავლა. ხო და ეხლა წარმოიდგინე რომ ორი თაობისთვის ერთნაირად მნიშვნელოვანი რომ არის ფილმი, ანუ ხო ხვდები და კიდე რომ თაობა მოვა იმისთვისაც რომ იქნება. და ამაში არის ეხლა ღმერთის ხაზი. თავს კი არ ვიგებ, მაგრამ მადლობა ძალიან ერთმა მითხრა რომ თქვენო ბიტლებივით ფილმი გააკეთეთ და თაობები გაიზარდნენ რა ამ მაგარი ფილმი არა ძალიან დიდი მადლობა ქებოთაკება დიდი მადლობა ჩემი შეკებისათვის ფიქრია შენ 4 შვილის დედიკო ხარ და წეღარ რომ დასვი კითხვა აი რატომ შვილებისთვის არ წერო და რაღაცა ეს რა გაწუხებს თქვა რომ აი ესეთ რაღაცა არ მაწუხებს ნახე არ მაწუხებს უბრალოდ რა არის იცი რამოდენიმე ადამიანმა დამისვა სულად სერიოზულად კითხვა რომ აი რატომ აი ყველაზე მეტად მე ხა ხო შვილები მიყვარს ხო ეხლა ნუ ეხლა ფაქტია თავისთავად შვილებია ჩემი ყველაფერი ჩემი ნუ დედა ვარ და მე ვარ დანარჩენი ხო და წარმოიდგინე ხა რატომ არ მეწერება ამას მეწერება კი არა არ ვიცი არასოდეს არ მეწერება არ ვიცი მე რაზე ვწერ მე წერან რომ საუბრობდი ამაზე ვსაუბრობ რომ მე არ ვიცი როდის რას და რატომ დავწერე ხა არ მომკლა ხო არ ვიცი აი ამაზე არ არის დაუკვირდი არ არის ჩემზე არ მომკლა მაია რომელიც მე პატრიარქს უძღვენი და ძალიან ბედნიერი ვარ რომ მისი ცოცხლში მოვახერხე რომ გადამეცა მისთვის ჩემი წიგნი
ეს არის 2008 წლის ომისში დაღუპულ ბიჭებზე დაწერილი, რომელიც მე ერთი ამოსუნ თქვით ღამის 2 საათზე გამეღვიძა და ღამის 4 საათამდე დაიწერა, დილის 4 საათამდე. ანუ არ ვიცი ხო და რომელიც გახდა ჩემი შემოქმედების ერთ-ერთი მთავარი ძარღვი, იმიტომ რომ 10,000-ობით ადამიანმა აიტაცა და მათთვის არის ეს აყვარელი ნამუშევარი, ასე ვთქვათ, ნოველა. საერთოდ ერთი ამოსუნ თქვით რომ მოდის აი ერთ ამოსუნ თქვაში რაც კეთდება ის ყოველთვის ძალიან ხო, იმიტომ რომ აი ერთ ამოსუნ თქვას ხატრობაშიდაც არა ყველაფერში, იმიტომ რომ ერთ ამოსუნ თქვას არ მოყვება არაფერი მერკანტილური, არ მოყვება ქვენა, არ მოყვება არაფერი ის გასული ხარ აბსოლუტურად ყველა ადამიანის შიდან ხარ გასული. არარსებულია ეს ამბავი რა და ამიტომ არის აი ნამდვილი არის ყველაზე კარგი რა. იცი შენ თქვი რომ სპექტაკლად გინდა რომ დადგა ეს სცენარზე რო ვლაპარაკოთ პირველ რიგში. კი, ნახეთ რომელსაც 32,000 გამომწერა. კი, 32,000 ადამიანისთვის გახდა ეს ასე ვთქვათ ნაცნობი და ტირილის მიზეზი, სიამაყის მიზეზი, ბედნიერების მიზეზი, ეს ამხელა გამოხმაურება ხო, ეს ობლივია რომ ზუსტად ეხლა აი ეს პერიოდია, ეს 2008. ნახეთ, ხო, კი, აი ნახეთ თან იყო შემოთავაზება, რომ სხვადასხვა თეატრში ეს გაკეთებული იყო. მაგრამ ძალიან მეშინია. აი მე აი ხა ექსპრომტად გეტყვით, რომ აი მე მაქვს სურვილი ჩვენი სამკუთხედი შეიკრას და უნიჭერესი მხატვრის, რეჟისორის და ჩემი თაოსნობით გავაკეთოთ ეს სპექტაკლაც და მივაწოდოთ ჩვენს ერს, იმიტომ რომ ეს იქნება ძალიან კარგი მესიჯი, მშვიდობის მესიჯი, ასე ვთქვათ, ამ არეულ სამყაროში. მე არ დავმალავ, არა მაქვს საკითხული, ძალიან დავინტერესი და აუცილებლად წავიკითხავ და მე გეტყვი კი ბატონო. ხო, იმიტომ რომ ძალიან მინდა რომ მე ვიცნობ ლევანს, ვიცნობ მის ხელწერას და ვიცნობ წეღარაც ვახსენეთ ღმერთის ხაზს და ადგილს ამ ადამიანში და შესაბამისად ზუსტად ვიცი რომ გამოგვივა. ჩვენ თუ მოვკიდებ ხელს. ხო, ნუ ეხა ლევანის ფილმებში ესთეტიკა. თვითონ ფიქრიაში ძალიან სჭარბობს ქვეყნის სიყვარული და თავისი სამშობლოს სიყვარული. ნამდვილად. და რამე სიამოვნა იცი რომ ჩვენ რო საუბრობდით შენ თქვი რომ ყავს ბავშვები და აი ამ ბავშვებით შენ აი ამ გაკეთებული რაღაცა შენი დადგმებით და რაღაცებით დადიხარ და მოგზაურობ ხო რეგიონებში გასაგასტროლო სპექტაკლი თიგრიკა კი ძალიან დიდი პრიორიტეტია სადიყავი ნახეთ ჩვენ ეს სპექტაკლი დაიდგა 6 თვეში კი ეს არის ლიტერატურულ თეატრალური სტუდია თბილისი ეს არის 6 თვეში დადგმული სპექტაკლი სიკეთეზე, სიყვარულზე და მშვიდობაზე. აპრილზე. აი ხო, ეს არის ჩემი ნოველის მიხედვით გაკეთებული სპექტაკლი. აპრილზე სიფრიფანა ლამაზ აპრილზე რომელიც წავიდა დროში სამოგზაუროდ და ზამთარს თავისი ძმა მარტი გამოგლიჯა ხელიდან და ხო, ანუ რაღაცა ხო იგვიანებს ხოლმე მარტი რა და კვირტებს ჩემი ტკივილი არის დღემდე. ხო, აი ნახე რა მოგაფიქრა რამდა ნახე მარტში არ მახსოვს რომ არ გაიყინა კვირტები ყინვას აუ ისე მტკივარნევან მე ხო არასოდეს არ ვწყვეტ ყვავილს კვირტს ბოთოლს ეს მაქვს ბუნებასთან რა არ მიყვარს და რო გამოვა და მე ხო და მე აი ნუ აი ვკვდები მეყინება სულის ყველა კუნჭული მეყინება და ბზარი ხო და ეთყობა ძალიან მткиოდა ეს ყველაფერი მткиოდა და აი განვისდა აი ტირილამდე განვისდი შვილებს სპეციალურად ძა. შენ კვირზე გეყინება ყველაფერი ვიღაცას თავს მოაჭრეს ხო და აი ეთყობა იმდენად ეს რაღაც დამაჭრდა, დუღდა და რაღაცა რომ ნუ დავწერე რომ ეს და აი ჩემს ნოველაში ზუსტად ეს ხდება რომ აღარ იყინებიან კვირტები ანუ აპრილი სიფრიფანა მდედრი ხო აი ეს მიდის და ნუ გამოგლეჯს ხელს ხელიდან ყინულის დედოფალს რომელსაც არ უნდა იყოს ბოროტი ზამთარს ანუ მაგრამ ნუ გააბოროტეს რა და რაღაცა მოყავს და რადგან მოყავს მარტი თავის დროში სვავს ანუ იქ ზამთარი აღარ შემოდის და ეს კვირტებიც ესე გადარჩებიან ხო ეს არის ძირითადად და იქ არის ქორეოგრაფიული ნომრებია უნიჭერესი მოწაფეები მყავს ძალიან მაგარი სიურრეალიზმია შეიძლება ხო ნუ გადასარევი რა წარმოვიდგინე ძალიან რთულია დავინახე უბრალოდ
მოყვარული. ჯერ თვითონ აპრილე რა ლამაზი თვეა, ხო? და რო გამოგვიძიავს მათ რასაოცარი აი, რაღაცა. ჩემ თვითონ მოსწავლეები არიან, ძალიან გამიმართლა, რომ მანდეს, იმიტომ რომ მე არ მყოლია სტუდია მანამდე. და ასე თუ ისე ჩემი შემოქმედების მკითხველებმა მანდეს თავიანთი შვილები, აბსოლუტურად ულოგიკოდ. და მე ეს გამიმართლა, რომ ხო, ანუ გამიმართლა, რომ ეს ბავშვები არიან ცოცხალი, ჩამოყალიბებული მსახიობები არიან. ლევან, ეხლა მე გაგაცნობ, უნდა მიგიწვიო აუცილებლად, ჩემ იციან უკვე რომ უნდა გაიცნონ ლევან ანჯაფარიძე და აი ნახავ დააკვირდები, ისინი არიან სასწაულები რა. სხვადასხვა ჩვენ შეგვიძლია ერთი რაღაცა ჩვენც გავუკეთოთ, რომ აი აქ ამ ძველ სტუდიაში, სადაც ეხლა ამ გადაცემას ვსერთ, აი ჩვენ გაკეთებულ სცენაზე, ღია სცენაზე შენი რაღაცა ბავშვები გამოვიყვანოთ და დავდროთ. აი სიამოვნებით ეს იქნება მათთვის დიდი мотиваცია. ახსოვს ლევანს 30 წლის წინ, ლევანი ხო ამ კინოსტუდიაში დაბერდა, ულევანოთ ეს ტერიტორია არ არსებობს, არა ხუმრობით ასე ვთქვათ. ნახე ძალიან დიდი წელია რომ ლევან ანჯაფარიძე აგუგუნებს ამ კინო. ეხა არავინ თქვას რა, რომ რაღაცა სტრაფარეტულს ვამბობ და ეს სანამდე იქნება ეს ტერიტორია უნდა იყოს შენ. იმიტომ რომ არა, ნუ ეხა თუ კი სადმე სამართალია და თუ კი სადმე რაღაცა არის რას ლაპარაკობ მე რომ მახსოვს პატარა გოგო ვიყავი მთელი ელიტა იყო არ გახსოვს ნება და რაღაცა სასწაული და იმედოკახიანი და საარჩვაძე ჩვენი ვაიმე ღმერთო თაზიკო თოლორაია სოსო ჯაჭული სუ ერთად ვიყავით ერთად და ნუ ლევანი იყო რაღაც აქ ვიკრიბებოდით და რა იყო რაღაც ბედნიერების ისა და ეპოქალური ადამიანი ხარ და ამიტომ უნდა იყო რა შენ აქ უნდა იყო და უნდა მადლობა გენეცვალე მეც ვიქნები და ჩვენც ვიყოთ და გავუმარჯოს ამ ტერიტორიას და ღმერთმა კიდევ ბევრი კინოს კარგი კინოები გადაღებული იყოს კარგი სპექტაკლები დადგარიყოს აგერა თუ მამიშვილის თეატრიც შენნაირი ბევრი წვიანი და საზრიანი და გემრიელი ქართველი ქალი მოსულიყოს აქ და მოეყვანოს ბავშვები დაედგათ სპექტაკლები და რაღაცა იხაროს ამ ტერიტორიამ სხვადასხვა პატრიარქის ნაჩუქარი აი ამ ხელა ბზა აი იქ ჩვენ სადაც ვიყავით ძველად იქ ჩავდგეთ დღეს რო ნახო რა ხელა ხე არის იცი გაგიზდები ხო იქ ჩვენ ხო აღარა ვართ იქ ეხლა აქეთა ვართ მაგრამ დამენანა შემეშინდა რომ წაკეთ რო გადმოვიღო არ გახმეს ხო და ამიტომ იქ მივდივარ და იქ ვეფერები ხოლმე სხვათა შორის ლევან პატრიარქი იყო ერთ-ერთი ორგანიზაციის მგონი ერთადერთი ხო ჩვენი მესაჭე იყო მაგრამ აი პატრიარქის თაოსნობით რაც ჩამოყალიბდა ეს იყვნენ არიან დღესაც ჩოხოსნები და ძალიან დიდი პატივი იყო ჩემთვის პატრიარქი რომ გავიდა ჩვენი ქვეყნიდან რომ მფარველად გვექცეს მომწერეს სამებიდან და მითხრეს რომ მის გაცილებაზე წაიკითხეს ჩემი ლექსი რომელიც აარჩია გოგონამ რომელსაც 12 ოპერაცია თავად პატრიარქმა გაუკეთა და დღეს თუ ცოცხალია პატრიარქის დამსახურებაა და ჩამიგდეს ეს ვიდეო და ვიტირე და რატო ვიტირე იცინება პატარა 12 წლის გოგო აი ხაც მეტირება ძალიან ბევრი დაიწერა მაშინ პატრიარქზე და წიგნში უნდა შევიდეს მაგრამ ეს უკითხია ძალიან იჭერი ბავშვია და რაღაც ერთი 50-მდე რაღაცა ლექსი და ეს ყველაზე ნამდვილია მოდი ეს უნდა წავიკითხო და ეს მითხრეს და ეს ჩამიგდეს და ნუ აი ესეთი ბედნიერი ვიყავი ჩემთვის არის პატრიარქი აი არ ვიცი წმინდანია სამწუხაროდ არ ვიცი ზეპირად იმაში რომ ნახოთ თუ ვიპოვე უბრალოდ ეს არის თუ ვიპოვე მაშინ ნებისმიერი კი ბატონო რომელიმეს ვიკითხო იმიტომ რომ ისეთი რაღაცა ხო აი ძალიან კარგად მახსოვს დიდებული ადამიანი რომელმაც რა ვიცი მე ბედნიერი ვარ რომ რაღაცა გამორჩეულად მქონდა მასთან რამოდენიმე შეხვედრა მქონდა ერთხელ იმდენი ადამიანი მიატყოვა და შორიდან და რო ვერ მიუახლოვდებოდი ვიცოდი და თქვენო უწმინდესობა მეთქი სოფიკო საღამო იყო და მარჯანიშვილის თეატრში რა ხდებოდა უნდა გენახა და პატრიარქი იყო მოსული და ხო არავინ არ აყო ყველა ეხვეოდა და რაღაცა და ვერ აღმოჩნდი წინ ვერაფერს და შორიდან დაუძახე და გამოიხედა ესე და მოდიო მითხრა და მივედი გაწია ყველა და აი ეს როაცია და ეს როაცია ეს მოსხმული რო ქონდა და არა ამ ქვეყნიური სურნელი ანგელოსის სურნელი მეცაპირდაპირ რა რამდენიმე სხვადასხვა პატრიარქის დამსახურებაა ჩემი ტერე ჩემი ძმა ჩემი რო გადავიღე ზუსტად პატრიარქის თხოვნით მომცეს ვეტერანებმა ის ფული რითაც შევძელი და გადავიღე
აი ეს ფილმი. მინდა ის გაგახსენო, ესეც ვთქვათ რა, რომ შენშილობდი პატრიარქის თხოვნით შილობა რომ ყავდე მე მყავდა პატარა გახსოვს პატარა 2 თვის ბავშვით მოვდიოდი ანუ როგორი კი ცხოვრებას გავყარდა როგორც მე უფე თეოდორი მო აი სიტყვები რო გითხრა ჩემი გია კორკოტაშვილი რო არ ვახსენო ჩემი ძმა ვენეცველი მაგას ნახე ღმერთის ხაზი ბოდიშლება მაინც რაზე ვაფსაუბრობ რა საკვირველია აბარა ხოდა მიმიყვან ამაყენის როგორ ვიტყოდი რაზე ლაპარაკი და მიმიყვან ეს იქა და მაქვს მაგის ყველაფერი სურათები და 15 დღე რო ისინი 15 დღე რო ისინი კულტურის სამინისტროს წინ მქონდა მაშინ კარავებაშილი და ამაყენის მიმიყვანეს და მაშინ მითხრა პატრიარქმა ესეთი რაღაც რომ ლევან შენი მტრები თუ გინდა გაახარო ისიმშილეო მაგრამ თუ გინდა რომ შენ მტრებს შენი ეშინოდესო მაშინ დადეგი ფეხზე და ადეკი და ჯართელი იყავიო რა და როგორ არ დაუჯერებდი ახლა ვენეცველი დიდება ჩვენი პატრიარქის სულს აი გთხოვ ახლა რა ხო და ერთი რაღაცაც როგორ გამახსენდა ეს იყო დემე მე რამდენია შენთვის დემე არის მეორე და აი ახალი დაბადებული იყო დემე ვისვა კენგურუში და ჩემთან მოდიოდა იქ შიმშილობდი და ჩემთან იჯდა ამ პატარა ბავშვი აუ ხო რაღაცა ძალიან როგორ შეიძლება რომ არ პატივს აბცენდე და არ მიყვარდეს ეს გოგო ეხლა გთხოვთ სამწუხაროდ ვერ ნახე ის ლექსი რომელზეც ვისაუბრე მოდი რომელიც არის ავამზიანე როცა შენი სურვილის კრედო იმავე წამში ჩემი თავიც დავაზიანე მე აღარ ვიცი ამის მერე როგორ გაგენდო ან როგორ შევძლო გითხრა წადი თავაზიანად მткиოდა გული ქუთუთოზე მეჯდა ღალატი შენგან ნასროლი ფურთხევით და სირცხულს ვკენკავდი მე უბეჭდოს დავყურებდი მცივან არათიც ყურებს მუსიკით ვიგმანავდი როცა რეკავდი ახლა რექვიემს ვწერდა მაინც შენი თვალები შემომყურებენ უსაშველო დარდის ხაროდან მე მახსენდება როგორ ვდუმდით ვნებით მთვრალები და ერთმანეთი დუმილითაც რომ გვიხაროდა აღარ აქვს ფერი სიყვარულს და აღარც სუნი აქვს შენს ყელთან კანზე მიბყურება ამღვრებს ფერამონს და მოგონებაც უკვე ისე დაქანცულია რომ ძალა არ აქვს უშენობა გააფერადოს ბრავო ოჯახ ეს რომელიც შემხვდა ეხა ბოდიში რა ვქნა ჩემ ლექსებს ვერ რაფრით ვერ ვახერხებ რომ დავიზეპი აი უბრალოდ რა მინდა რომ თქვა კიდევ ერთი კითხვა მაქვს მე ფიქრიასთან აი ყველაზე ძალიან აი ეხლა რა გინდა რომ განახორციელო აი შენი სამომავლო ძალიან უცბად დასაკეთებელი ყველაზე ძალიან მინდა განვახორციელო ის რომ ჩემს მოსწავლეებთან ერთად საქართველოს გარეთ ჩვენი ემიგრანტებისთვის თითქმის ყველა ქვეყანაში სადაც ისინი ელიან ქართულ სიტყვას და სადაც მათი სული ამით გაიხარებს ჩემი ბავშვებით აი ამ ახალი სპექტაკლით რომელიც მინდა თქვენთან ერთად გავაკეთო გავიტანო და აი ეს ძალიან დიდი ქართული სიღრმე ვაჩვენო ყველგან. ეს ნუმონკლავ მაღაზია. ეს არის ნუმონკლავ მაია, კი. აი ეს მინდა ყველაზე მეტად და მინდა რომ ანუ ამაზე ხარ შენ მომართული. ძალიან ვარ მომართული ამაზე, ფაქტურად ვერაფერზე ვერ ვფიქრობ, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი რომ ეს არის იმდენად ქართული ამბავი და იმდენად ჩვენი ტკივილის ამბავი, რომ დიახ, აი ამ კუთხით უნდა ვაჩვენოთ ყველას მთელ მსოფლიოს და აქ არის ჩემი უსაყვარლესი ადამიანი, რომლის სულისთვისაც მე დღესაც ვლოცულობ და სანამ ვარ ვილოცებ ჩემი პატრიარქის ამბავია აქ ძალიან ლამაზად და მინდა გავაწბილო ყველა ის ადამიანები, ვინაც დღეს ჩემი პატრიარქის, პირადად ჩემი პატრიარქის და მთელი საქართველოს პატრიარქის ლანძღვა უძურებაში როცა იყო ის ტრენდად აქციეს მინდა გავაწბილო ესენი ყველა და მე დავუდო ეს ძალიან დიდი ნაშრომი და ვანახო პატრიარქის სახე კიდევ ისინი ისედაც გაწმენდებულები არიან ჩემო ფიქრია იმიტომ რომ მაგი ეყოფათ ყველაფრად ვისაც პირი მოუბრუნდა და ცოტა უხეშად მოიხსენია ჩვენი პატრიარქი მაგრამ მე ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა კულტურის სამინისტროს ეხლავე კულტურის სამინისტროს რომ მოგცალმა აი ამ განხორციელების საშუალება რომ აი ეს შესანიშნავ
აი ეს შესანიშნავ ადამიანებთან, აი პირდაპირ არ ვიცი, მეხუთე სტუმარი ხარ და აი მეხუთე ჯერ სიამოვნებ რა. მადლობა ეკაშენ ამ პროექტისათვის, მადლობა კულტურის სამინისტროს, მადლობა შემოქმედებით საქართველოს, იუსკის მადლობა, რომელმაც მხარდაჭერა გამოხატა ქართული კინოს მიმართ. რაღაცა ჩვენ ძალიან მოვეწონეთ და ჩვენ გამოყვნენ ყველაფერში და ასევე ვინოტელს, რომელმაც გადმოგცა შესანიშნავი ქართული ღვინო, რომელიც შენ უნდა გაჩქო და სახში რომ მიხვალ გახსენი და ერთი ჩვენი საქართველოს სასმისი შესვი ჩვენი სახელითაც. მიუხედავად რომ ალკოჰოლთან ვერ მეგობრობ, აუცილებლად ვიზავმა გამბავს. მადლობა თქვენ ორივე ძალიან მეძვირფასებით და რა ვიცი, ნიჭის ზეიმი და ფოიერვერკი ხართ ორივე. გაიხარე ფიქრი. მადლობა. აბა მომავალ შეხვედრამდე, კარგად ზანდებოდეთ.